პუტინმა დაკარგა კონტროლი 2026 წლის 24 მაისის გამთენიისას და კიევი ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შეტევას დაუქვემდებარა. მან გაუშვა დაახლოებით 600 დრონი, 90 რაკეტა და გამოიყენა ორეშნიკი ბილად ცერკვას წინააღმდეგ, უკრაინის დედაქალაქის რეგიონში. ჰიპერსონიკული ბირთვული შესაძლებლობის მქონე იარაღი, რომელიც მოსკოვმა ამჯერად პოლიტიკური ტერორის გზავნილის სახით გამოიყენა ბირთვული მუხტის გარეშე. შეტევამ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრა ათეულობით ადამიანი, დააზიანა საცხოვრებელი შენობები, სკოლები, ბაზარი, წყლის მომარაგების ინფრასტრუქტურა და გამოავლინა ის, რასაც კრემლი სამხედრო რიტორიკის დამალვას ცდილობს. ვლადიმირ პუტინი ესკალაციას ახორციელებს, რადგან სურს შიშით გატეხოს უკრაინა და გამოცადადოს, სადამდე მიაღწევენ ევროპა და მისი მოკავშირეები რეაქციაში. რისი მიზანში ამოღება უნდოდა სინამდვილეში ვლადიმირ პუტინს, როცა კიევის მახლობლად აპოკალიფსური იარაღი გამოიყენა. რატომ აირჩია მოსკოვმა სწორედ ეს დრო, რომ ომის ტონი გაემკაცრებინა? როგორ უპასუხებენ ეხლა უკრაინა და დასავლეთი, ამასაც მალე გეტყვით, მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი, რომ ინფორმირებული დარჩეთ. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. რუსეთმა კიევის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გამოყენებული იყო 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური, გარდა ამისა 600 დრონი. უკრაინის დედაქალაქი იყო მთავარი სამიზნე. საცხოვრებელი შენობები დაზიანდა, სკოლები დაიბომბა, ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა, წყალმომარაგების ობიექტები სამიზნედ იქცა და კულტურული ზონებიც დაზარალდა. თავდასხმამ გამოიწვია მსხვერპლი და ათეულობით ადამიანი დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, შუაღამიდან მინიმუმ 83 დაშავებულია. სახელი, რომელმაც ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია, იყო ორეშნიკი. ეს რუსული რაკეტა ახალი ამბების ცენტრში მოექცა, რადგან ის ჩვეულებრივი იარაღი არ არის. მას აქვს ჰიპერსონიკული შესაძლებლობა. შეუძლია ატაროს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ქობინები და მიზანზე ქვემიზდური საბრძოლო მასალები გაავრცელოს. რუსეთმა ამ თავდასხმაში ბირთვული ქობინი არ გამოიყენა, მაგრამ მიზანმიმართულად გამოიყენა იარავი, რომელიც პოლიტიკურ გზავნილადაც შეიძლება ჩაითვალოს. ვლადიმირ პუტინმა მხოლოდ ქალაქს არ ესროლა. მან აჩვენა, რომ მზად არის გამოიყენოს ზეწოლის იარაღი. ფსიქოლოგიური ზეწოლა კიევის, ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების დასაშინებლად. ბილა-ბილა ცერკვა ამ ახალი ეტაპის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ქალაქი კიევის რეგიონში მდებარეობს და უკრაინის ხელისუფლებამ იგი ორეშნიკის დარტყმის ადგილად დაასახელა. სპეციალისტების მიერ ანალიზირებული გამოსახულებები მიუთითებს, რომ დატვირთვა შეჯახებამდე რამდენიმე ნაწილად გაიღო, რაც იარაღის სატურაციულ ხასიათს კიდევ უფრო ამტკიცებს. ფაქტობრივად მოსკოვმა მაღალი ზემოქმედების რაკეტა გამოიყენა შიშის გასაზრდელად, დაუცველობის შეგრძნების შესაქმნელად და იმის საჩვენებლად, რამდენად რთულია ასეთი ტიპის თავდასხმის ჩაჭრა. კიევი საათების განმავლობაში იბომბებოდა. შეტევა გამთენიისას მოხდა იმ დროს, როცა ოჯახები სახლში იყვნენ, მცხოვრებლები თავშესაფრებში გარბოდნენ და გადაუდებელი დახმარების ჯგუფები ხანგრძლივი სამაშველო ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. რუსეთის მიზანი მხოლოდ სტრუქტურების განადგურება არ ყოფილა, არამედ საზოგადოებაში შოკის გამოწვევა. როდესაც შეტევა აერთიანებს დრონებს, ბალისტიკურ რაკეტებს და ისეთი იარაღს, როგორიცაა ორეშნიკი, მიზანია საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა, უკრაინული ჯგუფების დაღლა და იმის ჩვენება, რომ ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ შეუძლია ომის ესკალაცია, როცა თავს ზეწოლის ქვეშ გრძნობს. ვლადიმირ ზელენსკიმ რეაგირება მოახდინა და რუსეთისთვის შედეგები მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მარტო ვერ დარჩება და მოუწოდა გადაწყვეტილებების მიღებას შეერთებული შტატების, ევროპის და სხვა მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. თავარი მოთხოვნა ახლა საჰაერო თავდაცვას ეხება, განსაკუთრებით ისეთ სისტემებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედებენ. უკრაინა მიცის, რომ დრონების დიდი რაოდენობით ჩამოგდება შესაძლებელია. მაგრამ ასეთი ტიპის რაკეტები უფრო მძიმე ტექნოლოგიას, უფრო სწრაფ რეაგირებას და მუდმივ გარე მხარდაჭერას საჭიროებს. პუტინი ცდილობს ეს თავდასხმა სამხედრო პასუხად გაყიდოს. მაგრამ რეალური ეფექტი ქალაქებზე, შენობებზე, სკოლებზე, ბაზრებსა და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე მოდის. მოსკოვის რიტორიკა სამხედრო ობიექტებზე საუბრობს. უკრაინიდან მიღებული სურათები და ცნობები აჩვენებს ადგილობრივებს, მეხანძრეებს, სამაშველო ჯგუფებს, დამსხვრეულ მინებს, ხანძრებს და ზიანს ურბანულ ტერიტორიებზე. ორეშნიკის გამოყენებაც აჩვენებს, რომ პუტინი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული დაშინებაზე. რუსეთი მხოლოდ ფრონტის ხაზებს არ უტევს. ის ცდილობს უკრაინის უკანა ხაზები მუდმივი შიშის ზონად აქციოს. კიევზე და მის მიმდებარე რეგიონზე თავდასხმით მოსკოვი უკრაინის მთავრობის პოლიტიკურ ცენტრს უტყამს. ის ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე და ცდილობს მოკავშირეებისთვის გაფრთხილება გაგზავნოს.
უკრაინისთვის ნებისმიერი უფრო დიდი მხარდაჭერა შეიძლება ესკალაციით უპასუხონ. საერთაშორისო პასუხი ძლიერი დაგმობით დაიწყო. ევროპელმა ლიდერებმა ორეშნიკის გამოყენება საშიშ ესკალაციად შეაფასეს. ევროკავშირმა ეს ქმედება ბირთვულ შანტაჟად და პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ რაკეტას ბირთვული შესაძლებლობა აქვს, თუნდაც ტრადიციული მუხტით გამოყენებისას. ეს საშუალებას აძლევს პუტინს შიში ზღვართან ითამაშოს ისე, რომ ფორმალურად ბირთვული ზღვარი არ გადაკვეთოს. მას არ ჭირდება ბირთვული იარავის აფეთქება, რომ გამოიყენოს ის პანიკა, რასაც ასეთი შეიარაღება იწვევს. ეხლა უკრაინა ორ ფრონტზე მუშაობს. პირველი მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ხანძრების ჩაქრობა, ნანგრევების გაწმენდა და საბაზისო სერვისების მუშაობის უზრუნველყოფა თავდასხმის შემდეგ. მეორე კი პოლიტიკური მიმართულებაა. მოკავშირეების დარწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვა უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა მიეწოდოს. კიევი მხოლოდ მხარდაჭერის განცხადებებს არ სურს. სურს ისეთი სისტემები, რომლებიც შეძლებენ შეაჩერონ შემდეგი ორეშნიკი, შემდეგი ბალისტიკური რაკეტა, ან შემდეგი დრონების ტალღა, სანამ ისინი დედაქალაქის უბნებამდე მიაღწევენ. თავდასხმა ასევე დასავლეთისთვის გამოცდადაც ითვლება. პუტინი აკვირდება თითოეულ რეაქციას. თუ პასუხი სუსტი იქნება, მოსკოვი მიხვდება, რომ შეუძლია გაიმეოროს. თუ იქნება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი სანქცია და მეტი სტრატეგიული ზეწოლა, ესკალაციის ფასი გაიზრდება. ეს არის ცივი გამოთვლა შეტევის უკან. რუსეთი იყენებს იარაღს, ზომავს შიშს, აკვირდება რეაქციას და წყვეტს, ღირს თუ არა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლა. პრობლემა პუტინისთვის ის არის, რომ ასეთი ტიპის თავდასხმამ შეიძლება დააჩქაროს ის, რის თავიდან აცილებასაც ის ცდილობს. რაც უფრო მეტად დებს მოსკოვი ფსონს, ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ შოკურ იარაღზე, მით უფრო იზრდება ზეწოლა კიევის გასაძლიერებლად. ორეშნიკის გამოყენება მხოლოდ უკრაინას არ აშინებს. ეს აფრთხილებს იმ მთავრობებს, რომლებიც იციან, რომ რუსეთი ომს იყენებს. როგორც ვიტრინა, რათა გამოცადოს დაშინება, სამხედრო ტექნოლოგია და სტრატეგიული შანტაჟი მთელი მსოფლიოს წინაშე. 24 მაისის შეტევამ გამოავლინა ომი, რომელიც კიდევ უფრო საშიშ ფაზაში შედის. ვლადიმერ პუტინმა მოიყვანა ბრძოლის ველზე იარაღი, რომელსაც აქვს როგორც სამხედრო, ასევე ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. მან სცადა ძალის ჩვენება, მაგრამ ამავდროულად გამოავლინა პოლიტიკური უკონტროლობა. როდესაც ლიდერს უწევს მიმართოს იარაღს, რომელსაც აპოკალიფტურს უწოდებენ, რათა დაარტყას უთხას უკვე დაზარალებულ ქალაქს, ეს მხოლოდ ძალის დემონსტრირება არ არის. ეს არის ზეწოლა, გამოფიტვა და მცდელობა შიშით გატეხოს მოწინააღმდეგე. ომი გრძელდება ახალი და საშიში ფაქტორით. რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია კვლავ გამოიყენოს ორეშნიკი, როცა კი მოუნდება შეტევის პოლიტიკური ეფექტის გასაძლიერებლად. უკრაინა შეეცდება ეს შოკი სამხედრო მხარდაჭერის გაზრდაში გარდაქმნას. პუტინი კი შეეცდება შიში უპირატესობად აქციოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.